საღამო მშვიდობის ნაი კიდევ ერთი სამშაბათი დადგა ჩვენ რა თქმა უნდა ხვდებით ერთმანეთს 9-ის ნახევარსაც უკვე გადაცდა და საქართველოს ეროვნული ლოტარია ლოტო 642 იწყება იმ მიზნით იმ სურვილით რომ თქვენ ადამიანებმა რომლებმაც შეიძინეთ ლოტო 642-ის ბილეთები შეავსეთ თქვენთვის სასურველი ციფრებით და ახლა მომართეთ თქვენი ტელევიზორები რუსთავი 2-ზე მოიგოთ ისეთი არაჩვეულებრივი თანხები რომელიც თამაშდება ჩვენს ლოტო 642-ის ფარგლებში და ისეთი დიდებული ჯეკპოტი, რომელსაც ახლა ძალიან მკაფიოდ ხედავთ ჩემგან ხელ მარჯვნივ და რომელიც შეადგენს 628,301 ლარს. ეს არის ჩვენი ჯეკპოტი და მეორე საპრიზო კატეგორიაც აქვე აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ისიც დიდებულად და არაჩვეულებრივად გამოიყურება, საკმაოდ მსხვილი თანხა მოგროვდა მეორე საპრიზო კატეგორიის ფარგლებში და 288,000 ლარს ის უკვე გაცდა. დღეს არის 807 ტირაჟი და ჩვენ ტრადიციას რა თქმა უნდა არ დავარღვევთ. დროსაც ძალიან არ გავწელავ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ახლა ყველაზე მეტად ელოდებით ჩვენს მომგებიან ბურთებს, თუ რას შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი და ავითვალოთ 3, 2, 1. დავაჭიროთ ხელი რა თქმა უნდა ჩვენს იმედი მაქვს დღეს იღბლიან ღილაკს და ვნახოთ უკვე დღევანდელი ციფრთა კომბინაცია რას შემოგთავაზებს ლოტოტრონი. 11-მა გახსნა დღევანდელი გათამაშება, საკმაოდ ესეთი ერთ-ერთ ოქროს ბურთად ცხელ ბურთად მოიხსენიებენ ხოლმე მას, საშუალო რიცხვებით დავიწყეთ და საშუალოთი გავაგრძელეთ. 19 გახლავთ მეორე მომგებიანი ბურთი, მწვანეები ჯერჯერობით ლიდერობენ. შედარებით მაღალი, მრგვალი ციფრი 30 შემოგთავაზა მესამე მომგებიან ბურთად ჩვენმა ლოტოტრონმა და ერთიანი ყველაზე დაბალი რიცხვი ამ შემთხვევაში მეოთხე მომგებიანი ბურთი უკვე დაფიქსირდა. მეხუთე მომგებიანი ბურთი ეს გახლავთ 31 და ველოდებით მეექვსე მომგებიან ბურთს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიზანში ამოღებულია, ასე ვთქვათ, ჯეკპოტი და ის გახლავთ 17. ნახოთ უკვე ბონუს რიცხვი რა დაჯდება და ამ შემთხვევაში ის კვლავ ყვითელი ფერი 27 გახლავთ. მოდით კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ჩვენი მომგებიანი ბურთები 11 19, 30, 1, 31, 17 და ბონუს რიცხვი გახლავთ 27. მე ყველას რა თქმა უნდა დიდ წარმატებას გისურვებ, ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ახლა თქვენს ოჯახებში ღიარულება, ჟრიამული, დადებითი და პოზიტიური ემოციები ტრიალებს. ჩვენ რა თქმა უნდა ამას გავიგებთ მას შემდეგ, რაც ჩემგან ხელ მარცხნივ გამოჩნდება შედეგები. თუმცა ვიდრე შედეგები წამოგვეწეოდეს, აუცილებლად ყველას უნდა შეგახსენოთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ნაბიჯი იმისთვის, რომ გახდეთ აი ამ სოლიდური და კარგი, ძალიან მიმზიდველი თანხების მფლობელები, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პირველი ნაბიჯი დაიწყოთ რითი თუ არა ბილეთით. ბილეთი არის ის მთავარი წყარო, რომელიც შემდეგ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იღბალს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოარტყათ 10-იანში და მიზანში. ამისთვის, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის საიტს www.loto.gr, ასევე ლოტოს ჯიხურები, რომელიც განთავსებული და მიმოფანტულია საქართველოს მასშტაბით და ყველა დიდ სავაჭრო მოლში. რაც შეეხება შედეგებს, რამდენიმე წამში ისინი წამოგვეწევიან, ჩვენ უკვე გვეცოდინება როგორია დღევანდელი, ასე ვთქვათ, მონაცემები. შედეგები კი ასეთია: გათამაშდა მეოთხე საპრიზო კატეგორია 1416 ლარი, გაინაწილა 3 ბილეთმა, მოგება ბილეთზე კი შეადგენს 472 ლარს. გათამაშდა მეხუთე, მეექვსე კატეგორიები, მაგრამ ჯეკპოტი, მეორე საპრიზო კატეგორია და სხვათა შორის მესამე საპრიზო კატეგორიაც ჯერ არ გათამაშდა. რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე პარასკევს აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს გააზრდილი საპრიზო ფონდებით და სამშაბათი და პარასკევი ეს რა თქმა უნდა ის დღეებია, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვცადოთ ჩვენი იღბალი. ყველას წარმატებებს გისურვებთ და აუცილებლად იაქტიურად შეიძინეთ ბილეთები და პარასკევს უკვე პირდაპირ ეთერში ხვდებით ერთმანეთს. დროებით.